გადაუდებული შემთხვევა ესენში, წმინდა იოსების სახელობის მოხუცებულთა თავშესაფარში. ყოველი წამი მნიშვნელოვანია. ასევე მოხდა Hurst ბუნეს სიდედრის შემთხვევაშიც. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. როგორც კი ბუნეს სიდედრი სასწრაფო დახმარების მანქანაში აღმოჩნდა, სწრაფადვე დაიძრა დროის დაკარგვის გარეშე. ესენ კუფვედრეში ჰაიდბერგშტრასეზე მდებარე სახლიდან, ესენ კუფვედრეში ჰაიდბერგშტრასეზე მდებარე საავადმყოფოსკენ. კონტილია წმინდა იოსების მოხუცებულთა თავშესაფარი მდებარეობს კონტილია წმინდა იოსების სახელობის საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს. ჩვენი დედა საავადმყოფოში რომ მოხდეს, საჭიროა საავადმყოფოდან გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანა აი ამ ადგილას გაჩერდეს, საცა ეს მანქანა დგას. სასწრაფოში მოთავსებისთანავე მანქანა დაიძრება და გადავა გზის მეორე მხარეს და მხოლოდ მას შემდეგ იქნება მოთავსებული უკვე საავადმყოფოში. ტრანსპორტირება აქედან აქამდე არის ესენის სახანძრო სამსახურის მიერ გაწეული სპეციალური სერვისი. საჰაერო მანძილი 50 მეტრია. ჰაიდბერგ-ვეგ 33-დან ჰაიდბერგ-ვეგ 22-24-მდე მგზავრობა ხორციელდება ჩვეულებრივი ფიქსირებული ტარიფით. ეს 1035 ევროა. ეს მოიცავს მგზავრობის ხარჯებს, ტრანსპორტირების ხარჯებს და სასწრაფო დახმარების ექიმს. მიგვირს ამ შემთხვევაში რა საჭიროა სასწრაფო დახმარების ექიმი, იმიტომ რომ ჩვენ მოხუცებულთა თავშესაფარში გვყავს სპეციალური ექიმი. ასევე საავადმყოფოში გვყავს სამედიცინო ჯგუფი, რომელსაც შეუძლია პაციენტის მიღება. ბატონი ბუნა საჩივარს წარადგენს. ესენის მერი უარყოფს საჩივარს როგორც უსაფუძვლოს, რადგან ზოგადად დადგენილია, რომ ქუჩის გადაღმა მდებარე საავადმყოფომდე ტრანსპორტირება სასწრაფო დახმარების მანქანით ხორციელდება. 2024 წელს ქუჩის მეორე მხარეს ასეთი 61 მგზავრობა განხორციელდა. ყველა დადასტურებულია ტრანსპორტირების დამადასტურებელი საბუთით მოხუცებულთა თავშესაფრისა და საავადმყოფოს ექიმების მიერ. მგზავრობა აქ ზედმეტია, რადგან შენობებს შორის არის დამაკავშირებელი გვირაბი, რითაც შეეძლოთ, რომ ჩვენი დედაც გადაეყვანათ. გვირაბი. ეს საკმაოდ მოსახერხებელი იქნებოდა. მაგრამ სამწუხაროდ საწოლების აქ მხოლოდ დგომა ნებადართული. არავის არ აქვს უფლება საწოლით გადაადგილება. ტრანსპორტირების ნებართვა გაიცემა მხოლოდ მიწისა და ტრანსპორტირების სერვისებისთვის. და ასევე ბატონი ბუნეს სიდედრის უკან დასაბრუნებლად გამოიყენება სასწრაფო დახმარების მანქანა. მე და ჩემი მეუღლე ვიყენებთ ზუსტად ამ გვირაბს, რომელშიც არის გათბობა, როდესაც ჩემი სიდედრი 98 წლის ქალი სიცივეში გადაყავთ. ესენის სასწრაფო დახმარების სამსახურები მზად არიან ნებისმიერ ამინჯში და ნებისმიერი მგზავრობისთვის, როგორი მოკლეც არ უნდა იყოს ეს მგზავრობა.